გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენ ვამზადებთ საქართველოში და არა მარტო საქართველოში ერთ-ერთ პოპულარულ კერძს, ეს არის ბურგერი. ბურგერისთვის აგვჭირდება ქვილი, საქონლის ხორცი, ჩედარი ყველი, განგანზოლა, იგივე ბლუჩიზი, აისბერგი პომიდორი და ხახვი. შევუდგეთ საქმეს. დანარჩენი ინგრედიენტებს ნელ-ნელა გეტყვით მაგასაც. პირველ რიგში დავიწყოთ ცომის მოზილვით, ქვილი, ძე, გავხსნათ სველი საფუარი, შაქარი 50 გრამი, მარილი 5 გრამი და კარაქი 50 გრამი და სველი საფუარი იყო 25 გრამი. დავასრულეთ და ახლა ჩავასხოთ ჩვენი მასა და მოვზილოთ უგემრიელესი ცომი. ხელთათმანებს გავიკეთებ. რა მიყვარს ცომის მოზილვა. უკვე მოიზილა ჩვენი ცომი, ახლა თავზე გადავაფარებთ და დავასვენებთ. და მზად იქნება. ესე გადავდოთ ახლა. უკვე ცომის მოზილვას მოვჭით, ცომს ვასვენებთ, ახლა გადავალთ საქონლის ხორცზე, უბრალოდ უნდა დავამარილოთ და ცოტა შავ პილპილს გავუკეთებთ. არომატისთვის და ძალიან კარგ გემოს მიცემს. ცოტა კიდე დავამატებ მარილს. ჩვენი ხორციც შეზავებულია. ახლა გადავიდეთ მაიონეზის გაკეთებაზე. ახლა ვაკეთებთ ბურგერისთვის მაიონეზს. ამისთვის დაგვჭირდება კვერცხი, 1 ცალი, თლიანი, ცოტაოდენი მარილი, ცოტაოდენი ზეთი და დიჟონის მდოგვი. დაახლოებით 9 კg დიჟონის მდოგვი. და ნელ-ნელა გადავამატოთ ჩვენი ზეთი და ცოტაოდენი ლიმნის ფრეშიც დავუმატოთ. ცოტა გავხსნათ კვერცხი და დიჟონის მდოგვი და ახლა ნელ-ნელა გადავამატოთ ზეთი. ნელ-ნელა რადგან არ აიჭრას და მაგიტომაც ვასხავ ნელ-ნელა. ნელ-ნელა უკვე სქელდება ჩვენი მაიონეზი. კიდე გადავუმატოთ. ახლა უნდა გადავურიოთ ბლუჩიზი, წვრილად დაჭრილი. ჩვენი ბლუჩიზი დავჭერი წვრილად და ახლა ჩავყაროთ ჩვენ მაიონეზში და კარგად მოვურიოთ. მოვჭით ახლა ბლუჩიზის გაკეთებას, ბლუჩიზის соуსის გაკეთებას, რომელიც შედგება მაიონეზისგან. ახლა გადავიდეთ. ხახვი უნდა დავჭრათ. კარამელიზაცია მივცეთ, ჩვენ ბურგერს მოუხდება ძალიან. ცოტაოდენი კარაქი დევს ამ პატარა ქვაბში. ცოტა ზეთიც დავასხათ. დავჭრათ ახლა ჩვენი ხახვი. ჩართოთ გაზი. საშუალო ცეცხლზე. და ჩავყაროთ ჩვენი ხახვი. ნუ უკვე ჩვენი ცომი ამოვაგუნდავეთ 120 გრამებად. ახლა ესეც დავასვენოთ მინიმუმ 10 წუთი, 15 წუთი, რომ ამოვიდეს კარგად. ამავდროულად ახლა დავჭრათ ჩვენ პომიდორი.
ახლად, რა თქმა უნდა, გვეყოფა. გვერდზე გადავდოთ. ეხლა კიდე გავტყიპოთ ჩვენი ხორცი, რადგან კარგად შეიკრას და არ დაგვეშალოს. ესეც ავწონოთ. 150 გრამიანები გავაკეთოთ ახლა დღეს. დავასვენით უკვე ჩვენი ცომი, ახლა ზევიდან უნდა გადავუსვათ კვერცხი და ზევიდან უნდა მოვაყაროთ ცეზამის მარცვალი. ახლა შევდოთ ღუმელში 200 გრადუსზე 20 წუთით. ახლა გადავდივართ უშუალოდ ფარშის შეწვაზე, გავაცხელოთ ახლა ტაფა. დავასხოთ ზეთი. გაცხელდა ჩვენი ტაფა. ახლა დავდოთ ჩვენი ხორცი. გამოცხვა პურები. გამოვიღოთ. მე ხავაწყოთ ჩვენი ბურგერი. ბლუჩისის соуსი. პომიდორი. ცოტა ოდენი სიხრაშუნესთვის აისბერგი. ჩვენი კარამელიზირებული ხახვი. ცოტა ოდენი ბარბეკიუ. მე კიდე უნდა დავამატოთ. და ეხლა ჩვენი ფარში. მოვიტანოთ. ზევიდან კიდე დავამატოთ ყველი ჩედარი. მოვწვა ზევიდან. ამას კიდევ ერთხელ დავასხათ ბარბეკიუ. ესე ჩვენი ბურგერი. ძალიან მაგარია. ეხლა დავაგემოვნო ჩვენი ბურგერი. აუ, ძალიან კაია რა. აი აქედან ისეთი სუნი აქვს, რომ ძალიან მაგარია. სასწაულია. წინ ძალიან ბევრი რეცეპტი გველოდება, მეგობრებო. და ეხლა მოვალ. უბრალოდ ნახე რა საოცრება, მეგობრებო. Ciao.